აბა ჩემი თბილი სალამი ყველას, ვინც ახლა უსმენს აი ამ ჩვენს ძვირფას ვიდეოს, ესე იგი ისინი არიან მოხვედრილი ქურუმი ქალისტაროსთან. მას ვინძელი ახლავთ თეა და ჩვენს არხს ერთი ვიდეო შეემატება მეტად საქმიანი, ეზოთერული, მთელი დატვირთვებით, ტაროლოგიური ტენდენციებით. მოკლედ ასე, ერთად ვიგებთ რა ხდება მომდევნო კვირაში, საუბარია 10-დან 16 მარტის ჩათვლით. მოკლედ კვირის პროგნოზი თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის ძვირფასო ქურუმელებო. მაშ ასე უკვე როგორც მივხვდით, თქვენს წინაშე წარდგენილია 3 ვერსია, 1, 2, 3. იმედია ეს ყველაფერი კარგად ჩანს ჩვენს კამერაში. თქვენ ჩაიფიქრებთ რიცხობრიობის მიხედვით, ან უბრალოდ ჩვენი დასტის გარეგანი ფორმულირების თანახმად და მოკლედ გადაწყვეტილება მივიღეთ. ძალიან კარგია მომწონს და გავეშვათ, მოკლედ ასე ვთქვათ. პირველი ვერსია ვინც ჩაიფიქრა, მას ვეტყვი აუცილებლად როგორ იქნება მარტის ეს შუა ნაწილი. დავიწყოთ. ეს იქნება ზოგადი ტენდენციები, ეს იქნება სასიხარულო ენერგიები, ეს იქნება მოსაფრთხილებელი რამ, რაც სათან მიმართებაშიც უნდა ვიყოთ, რაც საკვირველია ფრთხილად, ის რაც თანხობრივად გვჭირდება, რაც ფინანსურად აუცილებელია, სასიყვარულოდ აუცილებელია ეს ბოლო კარტი, ანუ პირადი ცხოვრების ამსახველი. ასევე გვექნება აუცილებლად დამატებითი ორაკული, რომელსაც შინაგანი ნათების ორაკული ქვია. ძალიან დიდი მადლობა ესე მიყვებით თანმიმდევრობით. მაშ ასე ვიწყებთ ჩემო კარგებო. დავიწყოთ ზოგადი ტენდენციები პირველი ვერსიისათვის როგორია, ფანტასტიკური მინდა გითხრა, არაფერს ვერ ვხედავ რამე მოსაფრთხილებელს, გარდა იმისა, რომ თქვენ ხართ პენტაკლების დედოფლად ამობრწყინებულები, აი როგორ ბრწყინავთ აშკარად გეტყობათ და მე მიხარია ეს ყველაფერი რომ ასე საყვარლად და ასე ვთქვათ დიდი სამბით ჩანს. მოკლედ ასე ეს კვირა რაღაც ყიდვა-გაყიდვასთან არის მიმართებული, საკმაოდ დადებითად, საკმაოდ მიღებულად, საკმაოდ გემრიელად, საკმაოდ მსუყეთ მგითხრათ სიმართლე. ეს იქნება მდგომარეობა, როცა თქვენ იქნებით მფლობელი რაღაც გარკვეული ფინანსური რაოდენობისა, არა მარტო რაღაც გარკვეული ერთი სეგმენტი, ზოგადად მსუყე კვირა შეიძლება იყოს ჩემო ძვირფასო ადამიანებო. ის რაც გაგახარებთ, ეს იქნება ნათესავების სტუმრობა, არ არის გამორიცხული თქვენი წაბრძანება იქ, სადაც მაგალითად გეგულება თქვენი ბავშვობის ადგილები, იქ სადაც კარგად გრძნობთ ბავშვობაში, ან გასული წლების განმავლობაში თავს გაგახარებთ ან იქედან მოსული საჩუქარი, ან აქედან წაღებული ემოციები. მოკლედ, დიდი ხნის უნახავი ადამიანის წერილია შეხვდეთ, რაც გაგახარებთ, ან რაღაც ერთგვარი სიურპრიზი. მოკლედ, იქ ყველაფერი ის, რაც ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული, რაღაცა სკოლის მეგობრებმა როსანმე წახვიდეთ, შეიკრიბოთ და ფინჯანი ყავას დალიოთ ამ კვირაში, ძალიან კარგი იქნება. ის, რასაც უნდა მოერიდოთ, ეს გააკეთეთ ნახეცველი მეგობრები და ნათესავები, რა არ უნდა გააკეთოთ. ამ კვირის განმავლობაში ჩემო ძვირფასებო გეკრძალებათ მარტოობა. მარტოობა ის ამბავი იქნება, ის კუნძული იქნება, რომელთანაც მიმართებაში ვერ იქნებით შეხმატკილებული. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ იცი რა არის რაღაცა მარტოობა მიშველის, მაგრამ თუ რამე შემოტევა გექნებათ რაღაც ცოტა სენტიმენტალური ამბების, მარტო წასვლა უფრო და უფრო გაგიძლიერებთ, არ მოგიშუშებთ იარებს. ეხლა თქვენ გჭირდებათ ადამიანებთან ყოფნა, ეხლა თქვენ გჭირდებათ კონტაქტი სულით მონათესავე პიროვნებებთან. მაშ ასე ამ კვირის ფინანსები როგორ არის, ამასაც ჩავხედოთ. რო გითხრათ სიმართლე, რაღაც ესეთი განსაკუთრებული თემები ნამდვილად შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაც თვალით გიდგათ, როგორც ასე ითქვიათ რა, თვალი გიჭირავთ სიმღერის არ იყოს ჩემზე და როგორც მიმინოს მწყერზე და აი ესეთი ამბავია, თვალი გიჭირავთ რაღაც ფინანსებთან მიმართებაში და მიზნად აგაქვთ გამოსახული, რომ იმ ადგილს, სადაც მოკლედ ფული მოდის, ანიშოვება, ასე შემდეგ, საკმაოდ აქტიურად აქცევთ ყურადღებას და შეიძლება გეგმებსაც კი ამუშავეთ. პირად ცხოვრებაში როგორი არის, თქვენთვის მარტის ეს მონაკვეთი
რაღაც სწრაფად განვითარდება მოვლენები, არ არის გამორიცხული მიიღოთ საინტერნეტ ესეთი ცნობარები, თუ ელოდებით წერილებს, ზარსაც მასთანავე შეიძლება, თუ ქართულ ურთიერთობებში არ არის გამორიცხული ამ აღნიშნულმა კარტმა გამოიწვიოს რაღაც თქვენ შორის ცოტა გაუგებრობა და წაიეჭვიანოთ რომელიმე მხარე, მოკლედ ეგეთი ამბავი არის, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მოკლედ სოციუმის ფერხულში აშკარად იქნებით ჩაბმულები და პირადად თქვენ რას გირჩევთ ტარო. რაღაცნაირად ხდება რა. Stay away from drama today. მოკლედ, იცით რა არის? ამ ჩვენი ყოველდღიურობის დრამასთან დაკავშირებით, რაღაც ესეთი შეგრძნება მაქვს, მოგინდებათ აი ამ კვირის განმავლობაში დამოქვინათ წარმოიდგინოს თქვენი თავი, სადღაც განმარტოვდეთ და დაიწყოთ ფიქრი რაღაც ისეთ უტოპიურზე. არ გინდათ დრამების შექმნა, არ გინდათ განმარტოება, არ გინდათ რაღაც ისეთი წარმოდგენა, რომ თქვენ გარიყული ხართ და რაღაც ისეთი აი ჩავოიქცა ქვეყანა, ვიღაცამ ყურადღება არ მოგაქციათ, როზე არ დაგირეკეს, მეგობრებსაც რაღაც ისეთი ამბები ქონდათ, ან თქვენ რო გინდათ რაღაც ისე ვერ გეგემრიელებათ მასთან კონტაქტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი დასკვნები ეხლა მიზანმიმართულია და ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. ნუ ქმნით დრამებს, არ არის საჭირო ეს დრამები, თვითონ რაღაცა ფილმის ან წიგნის გმირი ხართ, ჩვეულებრივი ამბავია. დღეს ხომ მოგეხსენებათ როგორი ესეთი გაქცეული რეჟიმი აქვთ ადამიანებს, ბორბლებზე ცხოვრობენ ფაქტიურად. დიდი მადლობა პირველ ვერსიას, ვინც შემეხმიანა, ვინც დაამილაიქა რასაკვირველია, მეორე ვერსია არის ესეთი, პირადი კონსტიტუციაზე რასაკვირველია მუშაობას ვაგრძელებ, როდესაც გაგიხარდებათ მომწერეთ, აუცილებლად მითხარით იმასთან დაკავშირებით, რომ გინდათ ჩემთან ჩაწერა და საკმაოდ საინტერესო ტენდენციებზე ვიმუშავებთ ერთად და მხოლოდ ერთად, ასაკვირველია განცალკავებით. მეორე ვერსია ილუმინატორების ტარო ვინც ჩაიფიქრა, ნახოთ 10-16 მარტი როგორი იქნება მათთვის აბატონო. მოდი ვნახოთ ახლა რა უნდა მოვეიდოთ და რა გაწყენინებთ. მოდი იმასაც გადავხედოთ რა ხდება თქვენს ფინანსებში, თქვენს პირადებშიც რა ხდება და inside ორაკული აუცილებლად გვეტყვის საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ უფრო მეტად იბრჭყვიალოთ, რომ უფრო მეტად ნათელი შუქები გადმოსცეთ, რომ უფრო მეტად დაატყვევოთ საპირისპირო სქესი და არა მარტო საპირისპირო სქესი. ამ ბოლო დროს ქალები უფრო ებრანჭებიან ერთმანეს. თემები გვაქვს ესეთი. დავიწყოთ მოკლედ მეორე ვერსია, ზოგადი ტენდენციები როგორ იქნება. ოჰო, მაგის ენერგიებში ხართ და ვინ არის მაგი? მაგი არის ყოველაფრის შემცლე. როგორც სათავეშინა ისე ქვეყანასა ზედა. მაგისთვის არ არსებობს შეუძლებელი რამ და ზუსტად ვიცი, რომ ამ კვირის განმავლობაში თქვენი რაც გაქვთ დასახული მიზნები, რაზედაც ფიქრობთ, რაც გაქვთ ეგრეთ წოდებულად მოდის სლენგურად ვიტყვი, ამოლივერებული, აუცილებლად წესითა და რიგით გეძლევათ ამის ტენდენცია, გეძლებათ ამის ენერგია, გეძლებათ ამის შელსები და მე ვფიქრობ ურიგოდ რომ არ იქნება ამის განსახორციელებად. ვნახოთ რა გაგახარებთ. ეგეთი მაგის ენერგიებით ახარ და რა ვიცი რა ბოლოს მიიღებთ. მე ვფიქრობ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო ჯამში გაგიყვანთ მაგის აზრამდე, რომ აქვს შეუძლია ყველაფრის გაკეთება, მაგ შეუძლია მოიმოქმედეს ისეთ უკაცრავად, ისეთი რაღაცები, რაც სხვა დროს შეიძლება წარმოუდგენელიც იყოს, შეიძლება ცოტა იაფირისტოს, манипуляციური კარუსელი ჩართოს და ბოლოს მიხვდებით, რომ ამ ყოფნა-არყოფნის გზიდან თქვენ ირჩევთ მას, რომელიც უკეთესი იქნება თქვენთვის, ანუ ამ გზას შორის. ეხლა კიდე ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მესამე კარტა ჩათვლილი გვაქვს რა აგვეკრძალება ამ კვირის განმავლობაში. და თქვენს წინაშე არის 4-იანი თასები. 4-იანი თასები არის ისევ და ისევ არსებულზე ჩაციკლა, არსებულ ემოციებზე გულის გადაყოლება, გულის გადავარდნები, რაღაცა ჩავარდნები, რაღაც დეპრესიაში.
თქვენ გეგზალებათ რომ ის შანსი, რასაც მოგცემენ აი ამ უხილავი ღვთიური ხელით, არ თქვა თუ არი. აი ბიჭუნა ზის და დასხერის იმ თასებს, რომელიც უკვე მისია ქონდა ამ ხრის განმავლობაში და საკურველია, მისი ემოციებით ტკბებოდა და რატომღაც ზურგჩექცეულია იმ ახალ ტენდენციებთან და იმ ახალ სურვილებთან და ემოციებთან, რომელსაც მას თავაზობენ. თუ ვინმე რამე შემოგთავაზათ, იცოდეთ რომ კარგი იქნება და არ თქვა თუ არი. ნუ რა ვიცი, ახლა ბევრი რამეზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს რაღაცა კერძო გაშლა იყოს, პირადი გაშლა იყოს, აუცილებლად ვისაუბრებდით უფრო მიახლოებულად რეალობასთან მიახლოებულ თემაში. მოდი ფინანსური საქმე როგორ გვექნება ამ გადასარევად მინდა გითხრა. იმაზე კარგად თქვენ ხალხო ხართ მაგის ენერგიაში, რა მოწყენილობა, რა ყველაფრის შანსი გაქვთ და იმ შანსებს კი რომ ადრე ფიქრობთ რომ ამას რომ მოკიდო ხელი არ გამომივა, როგორ გადავწყვიტო, არ გადავწყვიტო, ну მსგავს რაღაცზე მოეშვით, ამოაგდეთ დღის რეჟიმიდან თქვენ ყველაფერი გამოგივა, ფინანსიც მოდის და პირადში როგორ ასაკვირველია. ტარო ვიცით, მიხვდება ორიანი თასების სინატიფეს, მიხვდება მის გრაციოზულობასა და რომანტიზმს, რასაკვირველია გიждები, ახლა მეორე ვერსია, თუნდაც მინდა და მე ვყოფილიყავი მეორე ვერსიელების ადგილზე, როგორ უნდა მოიქცეთ, როგორ უნდა იყოთ, როგორ უნდა იბჭყვიალოთ, შიგნით გექნებათ ეს სინატიფე. რაც შიგნით გაქვთ, ის აუცილებლად დაგეტყობათ სახესზე. აი რაც ნაპერწკალიც მოგდით შინიდან და ამას ფანტასტიურად გახალხო, აი არანაირად ვიზუალურადაც, ისედაც, ასედაც, პირადულადაც, ფინანსურადაც მეორე ვერსიელებო იცოდეთ რომ 10-დან 16 მარტის ჩათვლით ყველაფერი ძალიან მარტივად მისაღწევი იქნება და არ ვიწყვია ხოლმე სლენგი არ გამაზოთ ეს შანსი. ეხლა ცოტა ისეთი სერიოზული მართალია 5 წლის ბავშვების ფსიქოლოგიური ფანტაზიებიდან შექმნილი ტარო უნდა წავიკითხოთ, ჩიკოლეტე, რომელიც არის კარგახანი არ გამიშლია. ნახოთ, რა ხდება. რას გვეტყვის ჩემო ძვირფასებო, ვინც მესამე ვერსია ჩაიფიქრებთ, ცოტა უცნაური და მისტიურია, მაგრამ აქვს უფლება არსებობის თავისთავად. ვინც მიგიზიდათ, ძალიან მაინტერესებს რას გეტყვით. მოკლედ 10-16 მარტის ზოგადი ტენდენციები მესამე ვერსიისთვის. აუცილებელია გავიგოთ რა გადაგრევთ სიხარულისგან, რა გაწყენინებთ და ამიტომაც მოშორდით, დაანებეთ თავი. აუცილებლად გავიღოთ რა იქნება ფინანსური თვალსაზრისით გამასხარებელი ამ კვირაში და 10-დან 16-მდე პირად ცხოვრებაში როგორ წაგევა თავი. ასევე საქმე უკაცრავად, ესევე საინტერესო არის მივხედოთ ჩვენს შინაგანი ბრწყინვალების ქალურ არკანს და გადმოვიღოთ ერთი ორაკული. ოკეი, სწორად სმენა, ხო ხართ მზად, ხო ხართ მოკალათებულები და მას ასე მორიგი ვერსია, მესამე ვერსია უნდა შემოგთავაზოთ. გადავხედოთ და აღმოვაჩინოთ ზოგადი ტენდენციები. როგორ ისევდიერის და 22-იც არის, ისეთი უცნაურია. ზოგადი ტენდენციები მესამე ვერსიელებისათვის არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ხო გვაქვს ყველა სიტუაციიდან გამოსავალი. ჩვენ ხო ვიცით ის რუკა, რომლის გამოყენების შემთხვევაში თავს დავახწევთ თავშესაფრარს. თავშესაფრამდე მივალთ ძალიან კარგად და უსაფრთხოდ ვიქნებით. მოკლედ 10-იანი ხმალთანა გვაქვს ახსე, ჩვენ აქ საქმე, ჩვენ აქ უყურებთ გოგონას, რომელსაც ტორტის ფორმა აქვს და უყურებს საკუთარი თავი როგორ ნაწევდება. ვიღაცა გემრიელად მიგირთმევთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო და წყენა უნდათ მოგაყენოთ. ცოტა შეიძლება ცრემლიც უნდათ მოგაყენოთ. ნახოთ რა სიზამთ. თქვენ რა გექნებათ კარგ ენერგიაში, 4-იანი ხმალი ამოგივიდა. ისეთ რა არის, აი ამ 10-იანი ხმლების დაძაბულ ენერგიას, რომ ვიღაცის გავრეზება და ვიღაცის ყურის აწევა, თუ ვიღაცის სურვილი დაგსაჯონ თქვენ, დიდ ვერაფრით ვერ მოგიშლის ვინმე ნერვებს, იმიტომ რომ რატომღაც მგონია, რომ თქვენ მაინც განმარტოებაში და მაინც რაღაც ესეთ სულიერ კაიფში პოვებთ გზას, იმიტომ რომ კარგი ენერგიები არის რელექსი, ჩემო ძვირფასებო, გოგონა აკვარიუმში ზის და ესეთი თევზების სიმშვიდეთან და მდუმარებით უდგება საქმეს. კი ბატონო, ნახოთ 10-16 როგორი იქნება იმასთან მიკმართებაში რა არ უნდა გააკეთოთ, რომ ალბათ ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩახვიდეთ და ჩვენ ტვინაშია ხუთი. აი ძვირფასებო, კონფლიქტის შესვლა. აი გოგონა და ესეთი დრაკულას ამბავი. გოგონა ზის
რაღაც დგას უფრო სწორად და რა კუნდასთან მიმართებაში აქვს ცოტა დაძაბული ურთიერთობა. იცით რა არის? ეს დრაკონი გაბრაზებულია, რომ რატომ მოიპარა გოგონა ვაშლები და ეხლა ესეთი ერთმანეთის ჯინაზე ექცევიან. გოგონა ვაშლებს აჩენს, დრაკონი ცეცხლებს აჩენს და აქვთ ერთმანეთთან მიმართებაში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა, ანუ ერთმანეთის ჯინაზე ექცევიან, ერთმანეთს რაღაცებს არ პატიობენ. არ არის გამორიცხული ამ კვირის თემები, აი ესე იყოს არც მეტი, არც ნაკლები რაღაცა კონკურენტო უნარიან გარემოში ჩაიაროს. ეხლა რაც შეეხება ამ კვირის ფინანსურ მდგომარეობას, როგორი იქნება? ცხრილად, ფინანსებში ნორმალურად ახლა. ეს უფრო სულიერი პრობლემებისა და ცოტა დისკომფორტის კვირა გექნებათ, პირადში ნორმალურად ახლა. თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ ყველაფრიდან შეიძლება გაბრაზებულმა ადგეთ და რაღაც დაგროვილი ფულით საკუთარ თავს სიურპრაიზიც კი მოუწყოთ. იმიტომ რომ ცხრიან თასებში ხართ, გოგონა ჩაფუმფულებულია, აგერ ძეში და სუხარივში, კაი შესახრამუნებლად გამზადებული. რაც შეეხება ჩემო კარგო ადამიანებო სასიყვარულო თემას, სიყვარულში რაფრა ვარ და ისევ და ისევ ხუთიან ენერგიებში. მოკლედ, ეს არის პირადი ცხოვრების სევდა, რომელიც მესამე ვერსიელებისთვის იქნება, მოდი ასე ვთქვათ, აკიდებული ამ მარტის მონაკვეთში 10-დან 16 მარტამდე. მოგდი როგორ უნდა მოიქცეთ, როგორც ქალბატონები, იო ფიურმე თქვენ ახართ ფაქტიურად თქვენივე თავის ჯადოქარი რა ლამაზია, რა მწყსაზარია, რა ლამაზ კოსმოსურ ფერებშია დახატული. თქვენ თვითონ უნდა იყოთ ის პატარა ჯადოქარი, რომელიც შეძლებთ თქვენ ცხოვრებას, როგორ გითხრათ რა, ეს არა სასიამოვნო ენერგიები მოასროლინოთ იქ, საიდანაც მოვიდა. თქვენ იქნებით ის მაგი, რომელიც შეძლებს დაბრკოლება თავისი შინაგანი სილამაზითა და თავისი შინაგანი ფერადოვნებით. არ არის გამორიცხული რაღაც ვიმართოთ ეზოთერიკულ თემებს, ვისაც რამე იცის, რაღაცა რიტუალები, პრაქტიკები და ლაიფჰაკები ეზოთერული ჩაატაროთ, ვისმინეთ მე და ამის შესახებ ძალიან ბევრს ვაპარაკობს ჩემს გვერდზე, ჩემს ბლოგებში, სხვადასხვა პლატფორმებზე, ეს იქნება Facebook-ი, ეს იქნება TikTok-ი, თუ ეს იქნება YouTube-ი და მე ვფიქრობ, რომ წაგებულები არც ერთი არ ახართ, ვისაც მოსწონს, ვისაც ჯერა რასაკვირველია, მთავარი ლაიტმოტივი, მთავარი დევიზი მაინც რწმენა. აუცილებლად არის რწმენა ჩემო ძვირფასებო. თუ ამ საქმეში რამე აღწევთ, აი თუნდაც ამ ვიდეოს მოსმენაც არ ღირდა, მე ვიცი რომ ათასობით ადამიანი გიყურებთ და ალბათ ამ 1000-დან რაღაც გარკვეული რაოდენობა უკვე პირად, ასე ვთქვათ, გასაუბრებაში მოდის ჩემთან, რაც ფრიად მახარებს და ვახარებ მოკლედ ერთლანეთს. მოკლედ ასე ხიარული, ენერგიული და მშვიდობიანი კვირა ყველას მიყვარხართ და მეკავშირდით პირადში და დავნიშნოთ უფრო ახლოს და უფრო ესეთი როგორ გითხრათ ესეთი მოზაიკურად ჩვენი მომავლის განჭვრეტა ტაროს მეშვეობით. ნახვამდის.